საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია Silknet. მოგესალმებით. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ დედაშვილობაზე ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივის მიხედვით. მოგეხსენებათ, რომ ოთარაანთ ქვრივში მთავარი ხაზი არის თემა ხიჩატეხილობისა. ის პრობლემა, რომელიც შუაზე გაყოფილ საქართველოს გვიჩვენებს და დედაშვილობა ეს არის ერთგვარი შემაშველებელი გზა და ხაზი საიმისოთ, რომ გიორგისნაირი ადამიანი აღიზარდოს, რომელიც შეძლებს ჩატეხილი ხიდი გაამთელოს და ორი ნაპირი ერთმანეთთან დაახლოოს. რომ საქართველო აღარ იყოს შუაზე გაყოფილი. ასე რომ დედაშვილობა ერთგვარი საყრდენია ამ ნაწარმოებისათვის, რადგან თუ კი არ იქნება ოთარაანთ ქვრივი, არ იქნება გიორგიც და თუ კი არ დაიბადება ოთარაანთ ქვრივი და არ იქნება იგი ისეთი დედა, ისეთი თეორიით, ისეთი გულით შეიარაღებული, როგორიც საჭიროა გიორგისნაირი შვილის აღსაზრდელად, მაშინ გიორგიც ვერ მოევლინება ქვეყანას, ასე რომ მთავარი გმირი სწორედ ოთარაანთ ქვრივია უპირველეს ყოვლისა და მასზეა დამოკიდებული გიორგის მოვლინება ამ ქვეყნად და გიორგისნაირი შვილის აღზრდა. პარალელისათვის გაგახსენებთ ასეთ რამეს, რომ ყველაზე დიდ დღესასწაულად ქრისტიანები სწორედ ხარებას თვლიან. ხარებას, როცა ღვთისმშობელს ეხარა იმის შესახებ, რომ იგი შვილს გააჩენდა და რატომ ითვლება ეს განსაკუთრებით დიდ დღესასწაულად, რა თქმა უნდა, აღდგომის შემდეგ, რადგან აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაულია, იმიტომ რომ თუ კი არ იქნებოდა ღვთისმშობელი, რასაკვირველია, იესოს დაველოდებოდით ჩვენ, დაველოდებოდით სწორედ ღვთისმშობლის დაბადებას და ღვთისმშობლის სხეულში უნდა ყოფილიყო მისი განხორციელება. აი ამიტომაც ეს ქრისტიანულადაც სწორია, რომ დედაზეა ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული და სწორედ დედა უწყობს ხელს გიორგისნაირი თუ იესოსნაირი ამ შემთხვევაში შვილის მოვლინებას ამ ქვეყანაზე, როგორც ნიმუშთა ნიმუშისა და როგორც მაგალითთა მაგალითისა. ილიას ასეთი ჩვევაც ჰქონდა აზროვნების, რომ იგი არა მარტო პრაქტიკულად გვაჩვენებდა რაღაცას, არამედ თეორიულადაც გვასწავლიდა ხოლმე. თუ დაუკვირდებით, მთელი მისი ნაწარმოებები ახსნა განმარტებასაც შეიცავენ იმისა, თუ ესა თუ ის ნაბიჯი რატომ გადადგა მწერალმა, ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღო, ასეთი ნაწარმოები რატომ დაწერა და ეს ეხება ოთარაანთ ქვრივსაც, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აქ არა მარტო ხიჩატეხილობის არსია ახსნილი, მთელი ორი თავი, მე-19 და მე-20 ილიამ სწორედ ამას დაუთმო. მან აგვიხსნა, რას ნიშნავს ხიჩატეხილობა, რა უბედურება მოაქვს მას ქვეყნისათვის, ამავე დროს მან დაუთმო გარკვეული ადგილი ნაწარმოებში დედაშვილობასაც, დედაშვილობაზე ფიქრს, განსჯას, სჯაბას, რომ ნებისმიერი ჩვენგანისთვის გაეგებინებინა, რა არის ნამდვილი, მადლიანი და იდეალური დედაშვილობა და შემდეგ ეჩვენებინა იდეალური დედა ოთარაანთ ქვრივის სახით. რადგან ილია სწორედ ის მოაზროვნე იყო და იმ ტიპის მწერალი, რომლისთვისაც სიტყვა და საქმე არ შეიძლება ყოფილიყო სხვადასხვა. მას სულხან-საბას ლეონივით სწორედ ახასიათებდა საქმე სიტყვიანი და სიტყვა საქმიანი, ამიტომ მისი პერსონაჟებიც ასეთები არიან. ოთარაანთ ქვრივში ჩვენ გვხვდება სიტყვა და სწავლება დედაშვილობაზე და ამავე დროს გვიჩვენებს კიდეც ილია პრაქტიკულად როგორ შეესხმება ხორცი აი ამ სწავლებას, რომელსაც იგი გადმოსცემს. ძირითადად ან თავისი ნაფიქრალია, ან თვითონ ავტორი გვესაუბრება ჩვენ გადახვევის სახით და რაღაცაზე წარმოდგენა შეგვიქმნის, ან არა და ათქმევინებს ხოლმე ოთარაანთ ქვრივს. ანუ ამით გვიჩვენებს ჩვენ ამ მადლიანი დედაკაცის მრწამს და იმასაც გვიჩვენებს თუ სანიმუშო დედა როგორ უნდა ფიქრობდეს, ვის ებაძებოდეს და როგორ გაიაროს ამ წუთისოფლისეული გზასავალი, როგორც დედა სწორად და უფლისათვის მოსაწონად. კერძოდ, ილიამ თვითონ გითხრა, რომ ყოველგვარი სიყვარული, დედაშვილობა თუ სხვა, ძალიან ფრთხილია და ძალიან ცდილობს, რომ შეცდომები არ დაუშვას მან თავის ცხოვრებაში. ამიტომაც არის, რომ ოთარაანთ ქვრივს უფრო მეტად საფრთხე ელანდება ხოლმე და უფრო მეტად ეშინია გიორგის რაიმე ნიშანთვისების მიხედვით ცუდად ჩამოყალიბებისა ან რაიმე ცუდი ნაბიჯის გადადგმისა, ვიდრე ვთქვათ, ასე იოლად მიუშვებდა მას თავის ნებაზე. ამიტომ არის, რომ ოთარაანთ ქვრივი გიორგის ყოველ ნაბიჯს აკონტროლებს. მას არ გონია, რომ გიორგი რაიმეს ცუდს ჩაიდენს, მან იცის,
როგორი შვილიც არის, იცის როგორი ბიჭიც გაზარდა, იცის როგორი გენეტიკა აქვს მას, როგორი მამა ჰყავდა, როგორი მამის შვილია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყოველთვის ტუქსავს თუ კი საჭიროა, შენიშვნებს აძლევს თუ კი საჭიროა და ყოველთვის ცდილობს, რომ ნებისმიერ შემთხვევაში იყოს ობიექტური. ამიტომაც არის, რომ ოთარ ანთქმრივისა და გიორგის დედაშვილობას ყველა შენატროდაო, მაგრამ გიორგის ახსოვდა ძალიან კარგად დედის დატუქსვაც, დედის შენიშვნებიც და ის ყველაფერი, რასაც მას დედა ასწავლიდა. გიორგი როცა დაუკვირდებოდა ხოლმე და როცა გაიაზრებდა, იგი აღმოაჩენდა, რომ დედის სიმკაცრე იყო სწორი და რომ ყველა შემთხვევაში, როცა დედა მას ტუქსავდა, დედა იყო მართალი. ამიტომ გიორგის გული ყოველთვის დაჯერებული ჰქონდა, რომ დედამ რაც უთხრა, ის იყო ერთადერთი სწორი გზა და ერთადერთი სწორი რჩევა. იგი თვითონაც ხვდებოდა ამას, როცა ამას გაიანალიზებდა ხოლმე. ამით ილია გვასწავლის, რომ თუ დედას სურს სწორად გაზარდოს შვილი, ის ყოველთვის სამართლიანი უნდა იყოს მასთან, არც ზედმეტად ანებივრებდეს და მოეფეროს და არც ზედმეტად არაობიექტურად და მიზანმიუმართავად დასაჯოს იგი ან დატუქსოს. ოთარ ანთქმრივი ყოველთვის უქადაგებს გიორგის ცხოვრებისეულად სწორ პოზიციას. ამიტომ ასწავლა მას შრომის მოყარეობაც, ასწავლა ოჯახის მოვლაც, მაგრამ უფროსობა არ დაუთმო. იმიტომ რომ გიორგის უნდა ესმოდეს, რომ მშობელი ყოველთვის ავტორიტეტულია. მშობელს ყოველთვის უნდა ბაძავდეს, ყოველთვის მის მითითებებს ასრულებდეს. ამიტომაც წერს ილია გიორგისო ყველაფერში უთმობდნენ პირველობას, არც კი სჭირდებოდა საამისოდ ბრძოლა და დავიდარება, ყველა პატივს სცემდა მას და ნებისმიერ სიტუაციაში სიტყვა იქნებოდა საჭირო თუ საქმე, გიორგი იყო პირველი, მაგრამ დედასთან ის ხმას ვერ იღებდა, დედასთან ყოველთვის იყო მეორე და ყოველთვის ძალიან თამდობლად შეცქეროდა დედას და ყოველთვის ემორჩილებოდა მას და მის გადაწყვეტილებებს. თუო მოინდომებდა ოთარ ანთქმრივი, მაინც არ დაუთმობდა მას პირველობას ოჯახში და მაინც ასწავლიდა, რომ შვილი ყოველთვის უნდა იყოს შემსრულებელი მშობლის ნებასურვილისა. ვიდრე რა თქმა უნდა მშობელს შეუძლია საქმის კეთება და ვიდრე მას მოეკითხება რაიმე, ვიდრე იგი სწორად განსჯის ამ წუთისოფლისა თუ ამ ცხოვრების თუ აი ამ კონკრეტული ოჯახის ბედსა და იღბალს. გიორგის გარდა ამისა, რომ დედის ასეთი ხათრი ჰქონდა, ოთარ ანთქმრივისგან ისიც ჰქონდა ნასწავლი, რომ ცოდვას ყოველთვის უნდა მორიდებოდა. აი აქ შემოდის ილიას მიერ კიდევ ერთი ახალი თემა, რომ თუ გვინდა რომ შვილი სწორად აღზარდოთ და თუ გვინდა რომ დედაშვილობის იდეა, დედაშვილობის სახე იყოს სწორი, ის აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ქრისტიანულ პრინციპებს, რადგან ჩვენ ქრისტიანული ქვეყანა ვართ, ქრისტიანულად მოაზროვნენი და ამიტომ შეუძლებელია რომ ადამიანისგან სწორი ნაყოფი მივიღოთ და კარგად ჩამოვაყალიბოთ იგი, თუ კი მას არ ვუქადაგებთ ქრისტიანობისთვის არსობრივ მახასიათებლებს და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებს ქრისტიანობისა. ამიტომ ეკადაგება ხოლმე ასე ოთარ ანთქმრივის შვილს, ამიტომ ასწავლის მას ცოდვის გარიდებასა და მადლთან წილნაყარობას და ამიტომაც არის რომ ის თვისებები, რომლებიც ოთარ ანთქმრივს აქვს, მას რომ არ აძლევს უფლებას უსაქმრობისა ან გაფუჭებული საქმის გვერდით ჩავლისა, გადაეცა მისგან მემკვიდრეობით გიორგისაც. სწორედ ამიტომ ამბობენ გიორგიზე, რომ გაფუჭებულ საქმეს ის გვერდით არ ჩაულის და მაგაზე რაღაცა დიდი ნიშანიაო. აი ეს რაღაცა ნიშანწყალიაო. მამამისიც ასეთი უცნაური იყო, დედამისიც ასეთიაო და თვითონაც ასეთი გახდაო. ანუ გიორგი სწორედ ოთარ ანთქმრივმა ასწავლა, რომ კაცს თავისი მოვალეობა აქვს ამ ქვეყნად შესასრულებელი და მოვალეობა უპირველეს ყოვლისა ის არის, რომ რაც ჩვენ შეგვიძლია, რაც გვევალება, ის გავაკეთოთ. ადამიანმა არ უნდა გაუაროს გვერდით გაჭირვებულს, ისე რომ მას არ მიხედოს. არ უნდა იყოს შეუბრალებელი, არ უნდა იყოს ცოდვილი და არ უნდა იყოს უსაქმური. ეს ყველაფერი სწორედ ქრისტიანობიდან გამომდინარე სწავლება ამისი ქვაკუთხედია და ამიტომაც გიორგი თავისი იყო თუ სხვისი გაფუჭებულ საქმეს გვერდს არ აუვლიდა და ყოველთვის შეეცდებოდა ხოლმე რომ გაეკეთებინა ის, რაც გასაკეთებელი იყო. როდესაც ოთარ ანთქმრივმა პირველად ბავშვობაში იწვნია, რას ნიშნავს ნაცემ-ნაბეგვი შვილის დანახვა, დასისხლიანებულისა და პერანგს შემოხეულისა, მაგრამ აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება მიიღო, აი იქიდან ასწავლა მან გიორგის სწორედ ეს, რომ ქრისტიანულად ასე უნდა მოიქცეს იგი და როცა ხედავს, რომ ჩაგრავენ ვიღაცას, მას უნდა მიეშველოს. თუმცა კი ეს თვითონ ძვირად დაუჯდა.
გიორგი ჩაერია საქმეში თავისი გაცილებით დიდ ბიჭს შეეწინააღმდეგა იმის გამო რომ მან პატარების ღილები წაართვა ამის გამო ამ დიდმა ბიჭმა გიორგი კიდეც სცემა გიორგი მას გამოიღო ხელი ტანზეც შემოახია და გაასისხლიანა კიდეც მაგრამ გიორგიმ ღილები მაინც დაიბრუნა და ოთარაანთქვრივისგანაც ამის გამო ქება დაიმსახურა და არა დაშლა ან აკრძალვა ამისა და ანდა თქმა იმისა რომ ასეთი რამ მეორედ არ გააკეთო და რა შენი საქმეა ეს იქნებოდა სწორედ ის ცდარის სწავლება რომელიც ოთარაანთქვრივ შეიძლება შვილისთვის მიეცა როგორც წესი ასე ემართებათ ხოლმე იმ დედებს რომლებიც მარტო კანი ზრდიან შვილებს და ერთი შვილი ყავთ თანაც ზედ დახკანკალებენ როგორც წესი და ყველაფერს არიდებენ მაგრამ ოთარაანთქვრივს ასეთი შვილი არ უნდა შვილი რომელიც უსაქმური იქნება ყველაფერს მოერიდება, რომელიც ვერ გააკეთებს იმას, რაც მას დაკისრებული აქვს ზეციერისაგან, არ სჭირდება ოთარაანთქვრივს. მას უნდა სწორედ რომ შვილი მისი ღირსეული იყოს. განსაკუთრებით მძიმეა ხოლმე დედისათვის ისიც, როცა შვილი სახლიდან მიდის, ანუ როცა შვილი დამოუკიდებლად იწყებს ცხოვრებას, უმრავლეს შემთხვევაში დედებს ცოტა ეშლებათ ასეთ დროს ან და უჭირთ შვილთან გამომშვიდობება და ძალიან უნდათ ხოლმე რომ ყველაფერი ბოლომდე შვილის ნაცვლად გადაწყვიტონ მოეფერონ მას, რაღაც თვითონ აიღონ თავის თავზე მთავარი საქმე და შვილს გზა გაუიოლონ, ოთარაანთქვრივი არ არის ასეთი. პირიქით, მას ძალიან კარგად ესმის დედაშვილობის ერთი ამოსავალი პრინციპი, რომ დედა წარმავალია, შვილი მომავალი. დედა ვერასოდეს გადაეფარება შვილს წინ და არც უნდა გადაეფაროს. მას არ უნდა დაუშალოს ცხოვრების დამოუკიდებლად გავლა. ამიტომაც არის რომ როცა ოთარაანთქვრივს არჩილის თავაზობს თუ გინდა გიორგის შენაცვლად მე ვეტყვი უარს, ასეთი რა გაჭირვება გაქვთო? ოთარაანთქვრივი გაბრაზებული ეუბნება საკმაოდ მრისხანით. გაჭირვება რას მიქვიან? სურვილია, იღბალია. მე დედა ვარ და წამავალი. ის შვილია და მომავალი. იმისი ცხოვრება გასავლელი მინდორია. მე კი ჩემი გზა გამივლია, წინ ვერ ავეფარებიო. და აი ასე გადაწყვიტა მან რომ დარჩენილიყო თვითონ მარტო და შვილი მოჯამაგირედ გაეშვა, მაგრამ ეცხოვრა შვილის ინტერესები და მისთვის ხელი არ შეეშალა. როცა გიორგი სახლიდან მიდის, კიდევ ერთხელ ხედავთ ჩვენ გულნატკენ ოთარაანთქვრივს. იმიტომ რომ ერთი ხალხური ლექსისა არ იყოს, დედას ვუყვარვართ შვილები, დედა არ გვახსოვს შვილებსა, ამით აგვტანჯავს სოფელი სულ მუდამ გვაცოდვილებსაო. აი ეს მოხდა ზუსტად, როცა გიორგი ისე წავიდა ოთარაანთქვრივისგან, რომ უკან აღარ მოიხედა. გახსოვთ, ოთარაანთქვრივმა მხოლოდ ერთი წუთით იტირა, მხოლოდ ერთი წუთით და ილია როგორც ამბობს ოსტატურად, მხოლოდ ორი ცრემლი და ისიც უნებართვოო. ჩამოუვიდა მას ლოყაზე. თითქოს არც ეკითხებოდნენ ისინი ოთარაანთქვრივს, თორემ რომ ეკითხათ ნებართვა, რა თქმა უნდა ოთარაანთქვრივი თავს უფლებას არ მისცემდა, რომ შვილი ტირილით გაეცილებინა მიმავალ გზაზე, მაგრამ აი ამ გაკერპებულ სახეზე ეს ორი ცრემლი მაინც ჩამოგორდა, ჩემგან მიდის, თითქოს ძაფიც არ იჭერს. ისე მიდის თითქოს თოკით ეწევიან, ნუ თუ ყველაფერი წინ არის, სულ ყველაფერი, ნუ თუ უკან აღარაფერი დარჩაო, დაიკვნესა ოთარაანთქვრივმა და გასაგებია მკითხველისთვის, რომ ასეთ დროს დედის გული ლაპარაკობს. გული, რომელსაც ასე უყვარს შვილი, რომელსაც გულში გიორგის გარდა არავინ ჰყავს და ეს გული ნატკენია იმის გამო, რომ თითქოს ვერ მიიღო შვილისგან ის სიყვარული, რაც მას სჭირდებოდა. სულ პატარა ყურადღება სჭირდებოდა მას. თქვათ, უკან მოხედვა, ხელის დაქნევა გიორგისგან და ამით იგი გაიხარებდა, ამოისუნთქებდა, მაგრამ ერთი წუთით დაძლია ოთარაანთქვრივი დარდმა, როცა გიორგიმ ეს არ გააკეთა. თუმცა მან ძალიან კარგად იცოდა გიორგის როგორი დამოკიდებულება ჰქონდა მასთან. ერთხელ როცა ოთარაანთქვრივმა გიორგის თავი შეაცოდა, ჩემ გულში ჩამოიხედეო, გიორგიმ უთხრა მას, რომ ჩამომიხედნია დედი და ვიცი რომ შიგ ჩემ გარდა არავინ გიზისო. ეს გიორგიმ კარგად იცოდა და მაშინაც გიორგი გაოცდა, როცა მან დაინახა დედა, რომელიც აცოდებდა თავს. გიორგიო წერს ილია ხელში ჭერისაგან რკინის გადნობას დაიჯერებდა.
მაგრამ იმას, რომ ოთარაანთ ქვრივს მისი თანდასწრებით ეტირა, ან მისთვის თავი შეეცოდებინა, ამას ვერასოდეს წარმოიდგენდა. მაგრამ აი იქ გვაჩვენა ილიამ, როგორ ტყდება ოთარაანთ ქვრივი, როგორც კი საქმე ეხება მისი და გიორგის ურთიერთობას და როცა მას შიში იპყრობს იმის გამო, რომ მასა და მის შვილს შორის შეიძლება იდგეს უსიყვარულობის კედელი ან ცოდვა ან ტკივილი. ასეთი რამის გადატანა ქვრივის ძალებს აღემატება, სწორედ ამიტომ განიცდის მაშინ, როცა გიორგის თავს შეაბრალებს და აახსნევინებს მას, რომ რაიმე ცოდვა კი არ არის, არამედ მას მოჯამაგირედ დადგომა უნდა და მიხვდება ქვრივი, რატომაც აპირებს იგი ამას. აი ამ შემთხვევაშიც იგი და მისი გაკერპებული გული ტირის სწორედ იმის გამო, რომ შვილისგან ვერ მიიღო საკმარისი სიყვარული, მაგრამ ეს ხდება მხოლოდ ერთი წუთით. ოთარაანთ ქვრივი სწორედ იმიტომ არის დიდი დედა და მას იმიტომ ესმის ძალიან კარგად, რას ნიშნავს დედაშვილობის მადლი, რომ აი ამ ცრემს მოიშორებს, სახეს ისევ დაუბრუნებს ძველებურ იერს და იტყვის: არა შვილო, შენ გაიხარე შენ, მე ჩემისად მაყურებელ თვალს დავიბრმავებ და შენისად მაყურებლი დღა ვივლი და ვიცოცხლებ ამ ქვეყანაზეო. აი ამით კიდევ ერთ სწავლებას გვაძლევს ილიამ, რომ დედაშვილობა არ შეიძლება იყოს გაორებული, არ შეიძლება დედა გარეთ სხვასავით ორი თვალით იყურებოდეს. დედას ორი თვალი არ უნდა ჰქონდესო, ოთარაანთ ქვრივი გვეუბნება, თუ აქვსო, ერთი უნდა დაიბრმავოსო. არ შეიძლება დედამ გარეთ იყუროს ორი თვალით, ერთი შვილისად მაყურებელი თვალით და მეორე თავისად მაყურებელი თვალით. დედამ თავდება იქ, სადაც იწყება შვილი. ეს არის ილიას შეხედულება დედაშვილობაზე. ამიტომ არის, რომ დედა მხოლოდ შვილის თვალით უნდა უყურებდეს სამყაროს და ყველაფერს სწორედ ისე მოქმედებდეს, როგორც ეს უნდა შვილს. როცა ოთარაანთ ქვრივი არ თხოვდება საკმაოდ ახალგაზრდა დაქვრივებული, უამრავი მთხოვნელის ხელში და უამრავი თაყვანისმცემლისა, სხვა თუ არაფერი სოსიამეწის ქვილი უნდა გავიხსენოთ, რომელიც ქვრივის სიყვარულით გახდა მოჯამაგირე. ქვრივის გამო იყო იგი ამ სოფელში, ქვრივის გამო დაიკნინა თავი და ყველაფერი სცადა საიმისოთ, რომ ქვრივთან ახლოს ყოფილიყო. მას მანამდე უყვარდა ოთარაანთ ქვრივი, სანამ იგი თევდორეზე გათხოვდებოდაო. შემდეგ თავის თავს უთხრა: მაგას ისეთი ქმარი ჰყავს, მე როგორ მიკადრებსო. როცა უკვე თევდორე გარდაიცვალა და სოსიას კიდევ ერთხელ მიეცა ქვრივთან ურთიერთობის შესაძლებლობა, მაშინ იმას ამბობდა, რომ ასეთი ქმრის ხელში ნამყოფი ქალი ჩემკენ როგორ გამოიხედავსო და ბოლომდე უერთგულა მან ოთარაანთ ქვრივს. რატომ სჭირდება ილიას ეს სახე? იმიტომ რომ ჩვენ გვიჩვენოს, რომ ქვრივს ნებისმიერ დროს შეუძლია გათხოვდეს და ნებისმიერ დროს შეუძლია გიორგის ისეთი კაცი უშოვოს, რომელიც მას კარგ მამინაცლობასაც გაუწევს, მაგრამ მამინაცლობა, დედინაცლობა არ შემოდის ილიას აზრით დედაშვილობა მამაშვილობის ცნებებში. თუ ადამიანი თავდადებული დედაა, ის თავდადებულია მორჩა და გათავდა, ის საკუთარ თავზე აღარ ფიქრობს. ამიტომაც გიორგის მამინაცვალს როგორ გაუჩენს ოთარაანთ ქვრივი, როგორი კაციც გინდა იყოს, როგორ ჩაანაცვლებს თავის ქმარს, გიორგის მამას, ვიღაცა უცხოთი. აი ამიტომაც იგი არ თხოვდება და მთელ ცხოვრებას თავის შვილს წირავს. გვიჩვენებს ამითი, რომ დედაშვილობაში არ შეიძლება იყოს ორი თვალი და არ შეიძლება თავისად მაყურებელი თვალი, რომელიც უკეთესი კაცისკენ გაახედებს და ცხოვრებას უკეთესად მოაწყობინებს. კიდევ ერთ რამესაც გვეტყვის ილია ოთარაანთ ქვრივის საშუალებით: დედაშვილობაში შენ ჩემობაც არ უნდა იყოს. დედაშვილობაში არ უნდა იყოს ჩემი. დედისთვის ეს არ უნდა არსებობდეს. უნდა არსებობდეს მხოლოდ შენი. ანუ იგულისხმება შვილის ინტერესები, ფიქრი, ზრახვა, შვილის სიკეთე, ხოლო ჩემი თავდება მაშინ, როცა შვილს დაიჭერს ხელში დედა და როცა მიხვდება, რომ იგი აი ამ შვილისთვის მოვიდა ამ ქვეყნად და ამ შვილისთვის უნდა იცხოვროს. ამიტომაც არის, რომ ოთარაანთ ქვრივმა ყველაფერზე უარი თქვა გიორგის ინტერესებისთვის, ოთარაანთ ქვრივი შეეგუა იმას, რომ
შვილი უნდა გახარებულიყო, შვილი უნდა ბედნიერი ყოფილიყო და თვითონ არაფერში მისთვის ხელი არ შეეშალა. ოთარაანთქვრივი ცხოვრობდა მხოლოდ იმიტომ, რომ გიორგის კარგი სახლი დარჩენოდა, კარგი კარი, ყველაფერი კარგი. მანამდეც მან ქმრის სიკვდილი, იმიტომ გადაიტანა და იმიტომ გახდა ასეთი ბარაქალა დედაკაცი, რომ გიორგის არაფერი მოკლებოდა, ვინმესთვის არ შეენატრა, ვინმეზე ნაკლები არაფერი ჰქონოდა და აკი მიაღწია კიდეც იმას, გიორგიზე რომ იტყოდნენ, დოინჯი შემოყრა აკლია, თორე თავადი შვილია და თავადი შვილიო. მას აბსოლუტურად ყველაფერი ჰქონდა საიმისოდ, რომ გლეხის კვალობაზე ძალიან ძლიერად ეცხოვრა და მართლაც არაფერი ჰქონოდა ვინმესგან დასაძრახი ან მას ვინმესთვის შესანატრი. ოთარაანთქვრივმა შეძლო ის, რომ შვილი ღირსეული ყოფილიყო და სახლიც, კარიც, ოჯახიც, ბარაქაც მას ღირსეული ჰქონოდა. მაგრამ ოთარაანთქვრივისთვის ზარი მაშინ ჩამოირეკა, ამიტომაც არ ქმევს ილია ამ თავს ზარი, როცა გაიგო, რომ გიორგი უკვდებოდა და როცა მის ცხოვრებას ამ ქვეყნად არაფერი აზრი აღარ ჰქონდა. აი ამიტომაც გვიჩვენებს ილია მომხიბლავად სწორედ ძალიან, რომ ოთარაანთქვრივი გიორგის დაბადების დღეს გარდაიცვლება. და ერთი პატარა დეტალიც, იგი მაშინაც როცა ცივა და მაშინაც როცა 25 დეკემბერია თოვლი და ქარბუქი და როცა მას ფეხზე წამოდგომაც კი არ შეუძლია, ქვრივი ერთადერთ თხოვს უფალს, როცა გიორგის დაბადების დღე გათენდება, რომ როგორმე საფლავამდე მიაღწიოს, რადგან გაიხედავს და დაინახავს რა, რომ თოვლია, ცივა, მას ეშინია, რომ გიორგი შესცივდება. აი სწორედ ამიტომ, თუმცა კი ძალა თითქოს არ ჰქონდა და მას ქალი უვლიდა, მაინც ეყოფა ძალა საიმისოდ, რომ აი ეს საბანი, რომელიც წაიღო, შვილის საფლავამდე გაიტანოს და შემდეგ იქ საფლავზე გარდაიცვალოს. აი ამით გვიჩვენა ილიამ, რომ თავდადებული დედა, თავდადებულია ბოლომდე. ოთარაანთქვრივმა მთელი თავისი ცხოვრება მას შემდეგ, რაც გიორგი დაიბადა, გიორგი შესწირა და გვიჩვენა ილიამ, რომ თუ ჩვენ გვეცოდინება რა არის ნამდვილი დედაშვილობა, როგორ უნდა მოვიპოვოთ დედაშვილობის მადლი და როგორ უნდა ვცადოთ ჩვენი თვალი, ჩემობა დავძლიოთ და მხოლოდ შვილის თვალითა და შვილის შენით ვუყუროთ და ვიცხოვროთ, ვიყუროთ გარეთ და ვაკეთოთ ყველაფერი, მაშინ ჩვენ სწორედ გიორგისნაირი შვილი გვეყოლება და ეს ჩვენი დედაშვილობაზე შეხედულება გამართლდება. ასე შეასხა ილიამ პრაქტიკულად ხორცი თავის თვალსაზრის დედაშვილობაზე, გვიჩვენა იდეალური დედა ოთარაანთქვრივის სახით და იდეალური შვილი გიორგის სახით. გვიჩვენა შესანატრი დედაშვილობა. გმადლობთ ყურადღებისთვის.